ქართული წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ბაზრების მოძიება და მათი დივერსიფიცირებაა. კიდევ ერთი გამოწვევა, რაშიც ქართულ მწარმოებლებს დახმარება სჭირდებათ ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ცნობადობის გაზრდა. საინტერესოა, რა როლს ასრულებს ამ პროცესში სახელმწიფო, კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ პროგრამებს, როგორია ამ კუთხით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა და ვის შეუძლია ამ შესაძლებლობებით სარგებლობა. ამ და სხვა თემებზე ვცვლად ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი. მოგესალმები გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ თემით დაინტერესებისთვის. ცოტა უფრო ფართოდ რო შევხედოთ სურათს და შემდეგ უკვე კონკრეტიკაზე გადავიდეთ. რა პროგრამებით და რა მეთოდებით ეხმარება სახელმწიფო კერძო სექტორს ბაზრების დივერსიფიცირებაში? რა კომპონენტებისგან შედგება ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება? ესე იგი, გარემოსდაცვისა და სოფლის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია ეხმარება ქართულ კომპანიებს, რომ თავიანთი პროდუქცია წარადგინოს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ წელს დაგეგმილი გვაქვს 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენა. ორ ქვეყანაში უკვე ვიყავით. რას გულისხმობს დახმარება? თუ თქვენ ხართ საქართველოში, ასე ვთქვათ, წარმოებელი კომპანია, გაქვთ სურსათმსუნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგილი, გაქვთ ექსპორტის გამოცდილება და გაქვთ შესაბამისი ბრუნვა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. სხვადასხვა ქვეყანაში ქვეყნისთვის ვაცხადებთ ამ კონკურსს და სახელმწიფო სრული დაფინანსებით წაგიყვანთ გამოფენაზე. არანაირი ხარჯის გაწევა არ გიწევთ, გარდა იმისა, რომ უნდა გადაიხადოთ თქვენი მგზავრობის და ასე ვთქვათ, ცხოვრების ხარჯი. გამოფენასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად ფარავს სოფლის განვითარების სააგენტო. ანუ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გამოფენებია, როგორც მივხვდით. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გამოფენები. მე თქვენ გეტყვით, როგორ მოვედით გამოფენებამდე. მთლიანად სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვი რო ავიღოთ, სახელმწიფო სოფლის განვითარების სააგენტოს სახით აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ეხმარება ფერმერებს და კომპანიებს. ეს იქნება პირველადი წარმოება და გამოყოფთი დანერგე მომავალ, სადაც უკვე 25000 ჰექტარზე მეტი არის გაშენებული. ეს იქნება გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, სადაც 132 მილიონ ლარზე მეტი არის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება და დაახლოებით 287-ზე მეტი საწარმო არის თანადაფინანსებული. ეს იქნება ტექნიკური დახმარება, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ სურსათმსუნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში თანადაფინანსების გაწევას და მეორე მხრივ ბრენდირებაში თანადაფინანსების გაწევას და ესეთი ბოლო აკორდი იყო კომპანიებისთვის, რომ დავხმარებოდით, რომ შესაბამისი, ასე ვთქვათ, შეეძინათ გამოცდილება, გაეტანათ პროდუქცია ექსპორტზე და რა თუ არა საერთაშორისო გამოფენები. კარგია, რომ ეს კულტურა ინერგება და კომპანიებმაც გაანალიზეს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში სიარული და ყველა კარებზე კაკუნი და თქვა, რომ გამარჯობა ჩვენ საქართველოსდან გვაქვს ესა და ეს პროდუქტი. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ხოლოდ მაგალითად ბოლო 2 წლის მონაცემებს გეტყვით, შარშანწინ 10 მილიონ ლარზე მეტი ექსპორტი განახორციელეს კომპანიებმა, 45 კომპანია მონაწილეობდა ჩვენ საერთაშორისო გამოფენებში და ამ გამოფენიდან გამომდინარე ეს შედეგი დაიდო. შარშან ოდნავ ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, თუმცა ბოლო ნაწილის მონაცემები ჯერ კიდევ დაზუსტება, დაახლოებით 2.5 მილიონ ლარზე არის საუბარი ექსპორტზე და ეს პროცესი გრძელდება. წელს დავიწყეთ აქტიურად, უკვე ვიყავით ორ გამოფენაზე და გავაგრძელებთ სხვა ქვეყანაში სიარულს, რომ ვისაუბროთ ქართულ ხარისხიან აგროპროდუქციაზე, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ გავიდეს ექსპორტზე. რამდენიმე კითხვა დამფიქროვდა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, დავიწყოთ იმით, რომ როგორ არჩევთ საერთაშორისო გამოფენებს, რა პრინციპით, საიდანაც მოდის ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ, მასშტაბების მიხედვით, თუ რა არის ძირითადი კრიტერიუმი და წელს რა მოლოდინი გაქვთ თქვენ შარშანდელი და შარშანწილნელი მონაცემი გააცანით მაყურებელს, წელს რა მოლოდინი გაქვთ ეს გამოფენები, რაც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, წელს რაც გაქვთ დაგეგმილი, რა ექსპორტის მოცულობას მოგცემს? პირველ რიგში რასაკვირველია, რა სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს ამა თუ იმ ქვეყანასთან. ჩვენ გვინდა, რომ DCFTA-ის ფარგლებში გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ის კომპონენტები, რომელიც, ასე ვთქვათ, გვაქვს საშუალება, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე გავიტანოთ, საკმაოდ აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით. პირველი ორი გამოფენა სწორედ ეს იყო და ევროკავშირის ტერიტორიაზე, კერძოდ გერმანიაში ვიმყოფებოდით. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, როგორი ლოჯისტიკური ხაზები გვაქვს ამა თუ იმ ქვეყანასთან, რამდენად შეგვიძლია რომ ავითვისოთ და პოტენციალი თვითონ მოთხოვნა რა არის.
არის რაღაცა კულტურები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ძალიან გაძლიერდა, მომძლავრდა და საექსპორტო პოტენციალი გაუჩნდა. მაგალითისთვის გამოყოფ რამოდენიმე კულტურას, ერთ-ერთი არის ლურჯი მოცვი. სახელმწიფო პროგრამებმა და კონკრეტულად დანერგემომოვალმა მიცა ბიძგი იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნა ჭარბი წარმოება. ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი და საინტერესო მაგალითები და გერმანიაში უკვე გაერთიანდა რამოდენიმე კომპანია და შარშან წინ ასე მოახდინეს უკვე ექსპორტი. პირველად არის სრთული, რომ გაჭრა, ასე ვთქვათ, ლენტი და შეიტანა პროდუქცია ბაზარზე. შემდეგში რომ გებულობენ უკვე ქართული აგროპროდუქციის ხარისხს, ბუნებრივად მიდის პროცესი. ლურჯი მოცვის შემთხვევაში ევროკავშირის საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის ქართულ მოცვზე და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. წამოიწია კაკლოვანი კულტურებმა ასევე ძალიან დიდი ინტერესი იყო. თვითონ ასოციაციამ მოგმართა, რომ ინდოეთის ბაზარი მათთვის საინტერესო იყო და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედეთ, დაუკავშირდით ინდო მხარეს, დაემატა ახალი გამოფენა და ინდოეთში წავალთ და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს აღმოსულ მიმართულებას. ასევე როცა ვსაუბრობ ლოჯისტიკურ ხაზებზე და იმ მიმართულებებზე თქვა, სად შეგვიძლია რომ ჩვენი პროდუქცია მარტივად ჩავიტანოთ, გამოყოფთ სპარსეთის ყურის ქვეყნებს და აქ ორი გამოფენა იგეგმება, ერთი საუდის არაბეთში და მეორე ყატარში. ეს პირველი შემთხვევა არის. ყატართან მიმართებაში პირველი შემთხვევა იქნება, საუდის არაბეთში უბრალოდ გამოფენა გამოვცვალეთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ არა ვართ მდიდარი ქვეყანა, რომ ყველა ქვეყანაში წავიდეთ და ყველა გამოფენაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ვარჩევთ ისეთ გამოფენებს, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება ქართული აგროპროდუქციის წარმოებლებისათვის და ამ მიმართულებით იდგმება ნაბიჯები. ელოდებით, რომ ექსპორტის მოცულობა ამ გამოფენების დახმარებით გაიზრდება წელს? ველოდებით, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთია, რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, ეს არის ექსპორტის გაზრდა. თუმცა მეორე მხრივათაც უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ადგილზე ჩასული კომპანიები ეცნობიან იმ გამოწვევებს და იმ, ასე ვთქვათ, ტრენდს, რაც არის საერთაშორისო ბაზარზე. რა სჭირდება მომხმარებელს, როგორი უნდა იყოს შეფუთვა, რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ეს ცოდნა შემდეგ ეხმარება ქართულ მწარმოებელს, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, შესაბამისად გადააწყოს ესა თუ ის წარმოება და ახლებურად შესთავაზოს სხვადასხვა ბაზარს. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია იმ საერთაშორისო გამოფენებში, როცა ვღებულობთ მონაწილეობას. გიორგი, აუცილებლად მინდა გკითხოთ, იცით რა, ის ადამიანები, ის კომპანიები, რომლებიც იღებენ გამოფენებში მონაწილეობას და თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს კონკურსის წესით შეირჩევა ეს კომპანიები. ერთი და იგივე კომპანიები ხომ არ არიან, თუ თქვენი დაკვირვებით უფრო და უფრო მეტი კომპანია ერთვება ამ პროცესში. აი კრიტერიუმები ჩამოთვალეთ თქვენ დასაწყისში და ხომ არ ხდება ისე, რომ ერთი და იგივე კომპანიებს უწევთ საერთაშორისო გამოფენებზე გატანა საკუთარი პროდუქციის? საშუალოდ ჩვენ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობს ყოველწლიურად 45-დან 50-მდე ქართული აგროპროდუქციის წარმოებელი კომპანია. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა რა კონკრეტულად რომელიმე კომპანია მიიღოს მონაწილეობა. უბრალოდ გაქვს კრიტერიუმები გაწერილი. კონკრეტული კრიტერიუმებია, ამ კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებს, ჩვენგან არანაირი შეფერხება არ იქნება. აქ კომისიური და კომიტეტური წესით გადაწყვეტილება არ მიიღება, კონკრეტული საბუთების ჩამონათვალია. მოგაქვს საბუთები და შესაბამისად ხვდები გამოფენაზე. მაგრამ აი თქვენ რასაც აკვირდებით, ემატება ნაბიჯ, ხა წლიდან წლამდე ჩვენ 4 წელია უკვე ამ საქმეში ვართ ჩართულები და საერთაშორისო გამოფენებში ვიღებთ მონაწილეობას. ემატება კომპანიები და ძალიან სასიხარულოა ეს ფაქტი. ემატება კომპანიები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, საექსპორტო პოტენციალიც იზრდება და ძალიან კარგია და ნაბიჯ მე მგონი კიდევ უფრო გაიზრდება კომპანიების ჩამონათვალი და სპექტრი იმ სხვადასხვა წარმოებლების, რომელსაც სურთ, რომ ვთქვათ, მოახდინონ ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ექსპორტი. და სანამ დაგემშვიდობებით, ალბათ გვიყურებს მაყურებელი, ვისაც შესაძლებელია აინტერესებდეს გამოფენებში მონაწილეობა, რამდენი ხნით ადრე აცხადებთ ხოლმე ამ ინფორმაციას კონკურსს და როგორ შეუძლიათ ამ ინფორმაციის ნახვა? სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, ჩამონათვალი წლის დასაწყისში თუ რომელ ქვეყნებში ვაპირებთ, ასე ვთქვათ, გამოფენებში მონაწილეობის მიღებას. როცა ვაცხადებთ კონკურსს, დაახლოებით მინიმუმ 2 კვირით ცხადდება ეს კონკურსი და კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ასე ვთქვათ, აუღელვებლად შეავსონ ყველა დოკუმენტაცია, გამოგვიგზავნონ და მიიღონ მონაწილეობა.
ძალიან დიდი მადლობა გიორგი, თქვენ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენი სტუმარი იყო მაყურებელს შევახსენებ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი.